ქართველი ექიმი შვეიცარიიდან გზა ევროპისკენ. საკმაოდ რთული გზა იყო, მაშინ არ ვიცოდი გერმანული ენა, დავიწყე შესწავლა. რა არის მთავარი, რაც განასხვავებს ჩვენს ქართულ სინამდვილეს ამ დარგში, თუნდაც ევროპული სინამდვილისგან. გერმანიაში არის ეგრეთ წოდებული სახელმწიფო ჯანდაცვის მოდელი და კერძო ჯანდაცვის მოდელი, ეს უკავშირდება დაზღვევას. გერმანული ჯანდაცვის ნაციონალური თავისებურებები. ოჯახის ექიმი არ არის პროფესია იქ არის ასე ვთქვათ თანამდებობა. რა თქმა უნდა, თავიანთ გასამრჯელოს იღებენ დაზღვევებიდან, მაგრამ არ მუშაობენ დაზღვევისთვის. თუ რომელიმე ექიმმა იმაზე მეტი დანიშნა ერთხელ, მეორედ, მესამედ ვიღაცას თვალში ხვდება, მის რეპუტაცია ქოითდება. პირველადი ჯანდაცვა ევროპის გულში. რას ნიშნავს პირველადი ჯანდაცვა და რა როლი აკისრია ევროპაში? დაახლოებით 70% შეიძლება მეტიც მენეჯმენტი ხდება ოჯახის ექიმთან დაავადების. თითქმის 70-80% როგორც ბოლო დათვლები უჩვენებს. სწორედ ამბულატორიულ სერვისებზე იხარჯება და მხოლოდ 20-25%, 30% მაქსიმუმ იხარჯება სტაციონარულ სერვისებზე. უჩვეულოდ არაევროპული. გერმანიაში, რა თქმა უნდა, ძალიან მაღალი დონეზეა ბიუროკრატია. ხანდახან უფრო მეტი დრო გჭირდება დოკუმენტაციისთვის და ამ ბიუროკრატიისთვის, ვიდრე პაციენტის გასინჯვისთვის. ექიმს ფაქტურად თავისი ჯიბიდან უწევს იმ მედიკამენტის თანხით გადახდა. პრევენციაში თვითონ პაციენტი იხდის ფულს. ეგ არის. ანუ ეს არ უნდა ხდებოდეს ესე. ნახეთ, ბაზელის უნივერსიტეტის დოქტორი ქეთი კიკოშვილი სტუმრად ეკას ანიკიძესთან. მთავარი არის ის, რომ პაციენტი აცილებულია გართულებას. ხუთშაბათს მედიდია ტელეკომპანია პულსის საღამოს ეთერში.